ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დავით არახველიძე დღეს კახეთის გზატკეცილზე მექანიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. მინისტრმა მათი პრობლემები მოისმინა. იძულებით გადაადგილებული პირების შენობის გადახურვას, გამრიცხველიანებას, განალიზაციის სისტემის მოწესრიგებას და ფართების დაკანონებას ითხოვენ. არახველიძემ დევნილებს პირობა მისცა, რომ გადახურვის სამუშაოები 2-3 დღეში დაიწყება და სამინისტრო დანარჩენი პრობლემების მოგვარებაზეც ეტაპობრივად ისრულებს. შეგვირდა რომ სახურავს გაგეკეთებენ, მაგრამ შეგვირდა რომ კანალიზაციას გაგეკეთებენ, დენს შემოიყვანა და ყველაფერს გაგეკეთებენ. ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და ერთადერთი მოთხოვნილება კიდე ჩვენი რაც არის დამტკიცება ამ კორპუსის და კომუნიკაციის მოგვარება და ცოტა დაგვეხმარონ. ჩვენ მათ ამ პრობლემებს ყველას მოვუგვარებთ და გადავუწყვეტთ. და არა მარტო ამ დევნილებს და ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეხლა ერთ-ერთი ავარჩიეთ თუნდაც შორის გამო, სხვა კომპაქტურ დასახლებებშიდაც მაქსიმალურად შეძლების ჩვენი რესურსის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.